რა როლი აქვს ოცნებას კრემლის მიერ ერევანზე ზეწოლის საქმეში. ინფორმაციას, რომ რუსეთიდან სომხეთში თხევადი გაზის იმპორტი საქართველომ დააბრკოლა, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოლიგარქის მთავრობას ზეწოლის არხს უწოდებს. ირკვევა, რომ სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის ფასი 40%-ით გაიზარდა. ეს მას შემდეგ, რაც თბილისმა სატვირთოები საზღვარზე თითქმის 10 დღე გააჩერა. თამარ დემეტრაშვილი აგრძელებს ამ თემაზე დეტალებით საუბარს. პარტნიორების ჩამოშორების შემდეგ ქართული ოცნების წყალობით შესაძლოა საქართველოს ურთიერთობები მეზობლებთანაც დაეძაბოს. სომხეთში უკვე აღარ მალავენ, რომ თხევადი გაზის გადამზიდავი ათეულობით ცისტერნის საქართველოს ტერიტორიაზე ბლოკირების უკან რუსეთი დგას და სომხეთს ქართული ოცნების ხელით სჯის. სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შექმნილი დეფიციტის გამო ქვეყანაში თხევად გაზზე ფასები 40%-აა გაძვირებული, უკვე პოლიტიკური კონტექსტი მიეცა და ამ ქმედების უკან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სწორედ რუსეთს ხედავენ. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სომხეთის ეკონომიკური ბლოკირების თემას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და მომხდარი შეაფასა, როგორც ქართულ-სომხური ურთიერთობისთვის მიყენებული ზიანი. ზურაბიშვილი მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედება. სომხეთის ტვირთის დაბლოკვა არ ღვევს ქართულ-სომხური საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას. საქართველო უნდა იყოს როგორც ნამდვილი პარტნიორი და არა ზეწოლის არხი. ამგვარი ქმედებები აზიანებს ნდობას და რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს უნდა შეწყდეს. ეს არის პირდაპირ ობსტრუქცია სომხეთის წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესში და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების გაფუჭება სომხეთთან. რაც ჩემი აზრით გამოწვეულია სომხეთის სწრაფვით ევროკავშირისკენ, მაშინ, როდესაც სომხეთი გადის რუსეთის გავლენის სფეროდან და რუსეთი ამას მშვენივრად ხედავს, ის იყენებს საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას სომხეთის წინააღმდეგ ესეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც საბოლოო ჯამში გააფუჭებს საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობას. ივანიშვილი ცდილობს, რომ ასაზრდოს ქართული ეკონომიკა მინიმალურ დონეზე, იმით რომ გახდეს ხელშემწყობი მათ შორის რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების და რა თქმა უნდა ამას მოყვება ძალიან მძიმე შედეგები და მას მოუწევს ძალიან მაღალი ფასის გადახდა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ფასი გადაიხადოს მან პირადად და არა ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა. ქართულ ოცნებაში კი გადაზიდვების შეფერხებას ყოფით პრობლემად აფასებენ და მიუღებლად მიაჩნიათ ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ირწმუნებიან, რომ ტვირთების შეფერხებამ თავის დროზე საკონიაკეს პირთან დაკავშირებით წარმოქმნილმა პრობლემამ გამოიწვია, დაგროვდა ტვირთები და მისი გატარება ფიზიკურად ვეღარ ხერხდება. თუმცა სომხეთიდან ექსპორტირებული კონიაკის გატარებას რა კავშირი აქვს რუსეთიდან შემოსული თხევადი გაზის გატარებასთან, ამას უკვე ვეღარ ხსნიან. პრობლემა თავის დროზე დაიწყო სომხურ კონიაკთან დაკავშირებით, რომ ძალიან კარგად იცის სომხეთის ხელისუფლებამ, რაზეც არის საუბარი, რატომაც ფერხდებოდა ამ ცისტერნების გადაადგილება რუსეთის მიმართულებით. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური манипуляция, ღიმილის მომგვრელიც არ არის სიმართლე რომ გითხრათ, გადავდოთ ხუმრობა გვერდზე, როდესაც ხდება ყოფითი საბაჟო საკითხებით манипуლირება და რაღაც პოლიტიკური კუდების მობმა. უკვე რამდენიმე საათია, რაც ჩვენ მივმართეთ შემოსავლების სამსახურს, რომ გაგვერკვია რა არის ოფიციალური მიზეზი იმისა, რომ ტვირთები ბლოკირებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ არის.